უკვე 3 საათი რაც სრულად ვერ ხერხდება ელექტროენერგიის აღდგენა. ამ დრომდე არის ცალკეული უბნები და მათ შორის რეგიონების ნაწილი დარჩენილი, სადაც ამ დრომდე მოქალაქეებს და აბონენტებს არ მიეწოდებათ შუქი. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში ვერ განმარტავენ მიზეზებს თუ რა გახდა ამ მასშტაბური გათიშვის მიზეზი, თუმცა ჩვენ ვესაუბრეთ ცოტა ხნის წინ ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი მთავარი ჰიდროელექტროსადგურის დირექტორს, რომელიც ჩვენთან საუბრის დროს ამბობს იმას, რომ ადასტურებს, რომ ამ გათიშვის უკან დგას იმერეთის 500 კილოვატიანი ხაზის გათიშვა, თუმცა ლევან მებონია ვერ ამბობს იმას, თუ რამ გამოიწვია ამ ხაზის დაზიანება და მისივე განმარტებით ეს არის ხაზი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მთელი საქართველოს ელექტრომომარაგებაზე არის. ამ ხაზია დამოკიდებული მთელი საქართველოს ელექტრომომარაგება და ის ამბობს იმას, რომ მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში აღუდგეს მოქალაქეებს ელექტროენერგია. ხაზი გამოირთო 500 კილოვატიანი იმერეთი. მიზეზი რა რის გამო გამოირთო, ხო არ იცით? ხაზი გამოირთო, მე რა ვიცი ხო მიზეზი, სადღაც მოხდა შეჭრა და ხაზი არა ჩემ გამდიდრებაში. ხო ვაერთეთ აგრეგატებს რაღაც წარმოამიდგეთ და ვაერთეთ და ამგებამალე. ძირითადი დატვირთვა ენგურია უკავშირდება ენერგოსისტემას ამ ხაზით, ერთაპონამდე. ხოდა ძალიან დიდი თვითი გადიოდა, რომ გამოიწო დაიღო რეჟიმი და მაშალამ ცვლიანად ენერგოსისტემა. კარგი მიზანი იყო გამოსწორდა. ავარიის აღდგენის პროცესში ვართ. დილის 8 საათის შემდეგ არ მიეწოდება მოქალაქეებს, აბონენტებს ელექტროენერგია, ნაწილ მათგანს ამ ეტაპზე აღუდგა ელექტროენერგია, თუმცა დედაქალაქის მასშტაბითაც შეიქმნა განსაკუთრებით პრობლემა გამომდინარე იქედან, რომ გაითიშა მათ შორის მეტროც. მართალია ახლა ჩვენ უწყებაში გვეუბნებიან იმას, რომ სრულად ყველა სადგურზე არის მოძრაობა აღდგენილი, თუმცა ახლა მაგალითად ისნის მეტროსთანაც არის რიგები მოქალაქეების, რომლებიც ვერ ახერხებენ მეტროს სადგურში ჩასვლას და უკვე დაახლოებით 3 საათია ნაწილი მათგანი ელოდება იმას, რომ ჩავიდეს მეტროს სადგურში იმისთვის, რომ დანიშნულების წერტილთან მივიდეს, თუმცა აქედან ჩასვლა არის შეუძლებელი. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ნაწილობრივ აღდგენილია გამომდინარე იქედან, რომ მოქალაქეების ნაწილი ამ სადგურიდან ამოსვლას ახერხებს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახმეტელიდან ვარკეთილის მიმართულებით ხაზი არის გახსნილი, თუმცა ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც მოქალაქეები აღნიშნავენ, შიგნით საერთოდ არ არის ახლა შუქი და არის მეტროს სადგურები ჩაბნელებული, მათ შორის არ მოძრაობს არც ესკალატორები და მოქალაქეებს ფეხით უწევთ ამოსვლა. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ელექტროენერგიის ამ მასშტაბურმა გათიშვამ მათ შორის გამოიწვია ისიც, რომ მოქალაქეებს ნაწილს არ მიეწოდება ამ დრომდე არც წყალი მათ შორის და აღსანიშნავია ისიც, რომ მათ შორის რკინიგზის სადგურიც არის შეჩერებული, შეფერხებით მუშაობს და დედაქალაქიდან მაგალითად ბათუმის მიმართულებით 2 საათის დაგვიანებით გავიდა ერთი მატარებელი და მეორე მატარებელს ამ წუთებშიც კი ელოდება მოქალაქეები.